აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამერიკელი პოლიტიკოსებისა და უმდიდრესი ბიზნესმენების დელეგაციასთან ერთად დღეს პომპეზურად ჩავიდა ჩინეთში. ეს ამერიკის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია ჩინეთში თითქმის 10 წლის შემდეგ. ბოლოსაც ეს დონალდ ტრამპი იყო 2017 წლის ნოემბერში. ნიშნულოვანია, რომ პეკინში ჩასვლისას ტრამპმა არ გააკეთა არანაირი განცხადება. თუმცა აშშ-შუდან გამგზავრებამდე ამტკიცებდა, რომ სურს ამერიკული კომპანიებისთვის ჩინეთის ბაზრის გახსნაზე და ახალ სავაჭრო შეთანხმებაზე შეთანხმება. ასევე დაამატა, რომ სინამდვილეში სი ძინპინის დახმარება ირანთან ომის საკითხში არ ჭირდება, რომელიც ჩიხში შევიდა და როგორ გამოვიდეს იქიდან, ტრამპს როგორც ჩანს არ იცის. თუმცა პეკინში დარწმუნებულები არიან, რომ ტრამპი მაინც სთხოვს სი ძინპინს ირანთან ომში დახმარებას. ამიტომ პეკინს თავისი ზემოქმედების ბერკეტები აქვს. მოკლედ დავიწყოთ. დავილაპარაკოთ ტრამპის ამ ვიზიტზე პეკინში დეტალურად. მე მქვია ალექსეი პიჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა, მაგრამ სანამ დავიწყებ, გთხოვთ გამოიწეროთ ეს YouTube არხი, დაალაიქოთ ეს გამოშვება და დაწეროთ ნებისმიერი კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ. ეს ძალიან ეხმარება კონტენტის პოპულარიზაციას YouTube-ზე და ამისთვის მადლიერი ვიქნები. ასევე გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი, Pechi News. ფუმული აღწერაში ამ ვიდეოს ქვეშ. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 4 შაბათს ჩინეთში ორდრიანი ვიზიტით ჩავიდა. პეკინში 3 დღე გამგზავრებისას აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აპირებს მოუწოდოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინს გახსნას ჩინეთის ბაზარი ამერიკული ბიზნესისთვის. ამერიკელი ლიდერის 10 წლეულის განმავლობაში პირველ ვიზიტში ჩინეთში ასევე მონაწილეობენ ტექნოლოგიური გიგანტების ხელმძღვანელები, მაგალითად Nvidia, Tesla, Apple, Micron და ასე შემდეგ. ეხლა კი პირდაპირ ციტატას მოგიტანთ. ციტატა ტრამპის მისი სოციალური ქსელიდან Truth Social. მე ვთხოვ თავმჯდომარე CS გამორჩეულ ლიდერს გახსნას ჩინეთი, რათა ამ შესანიშნავ ადამიანებს შეეძლოთ საკუთარი პოტენციალის რეალიზება. ამით დავიწყეთ. შესანიშნავი ადამიანები არიან უმსხვილესი ბიზნესმენები შეერთებული შტატებიდან. ახლა ამაზე გადავდივართ. ანუ ტრამპის მთავარი მისია არის ვაჭრობა. რადგან მან თან წაიყვანა ილონ მასკი, ტიმ კუკი, ჯენსენ ჰუანი, ბოინგის Citigroup-ის, JP Morgan-ის, BlackRock-ის ხელმძღვანელები და სულ მოკლედ 17 უმსხვილესი ამერიკული კომპანიის top მენეჯერი. ამიტომ აქ გაჩნდა კითხვა. ეს საერთოდ სახელმწიფო ვიზიტია თუ უბრალოდ ვიზიტია ბიზნეს გარიგებების დასადებად? იმიტომ რომ მაგალითად აშშ-ში სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო პეკინში საერთოდ სპორტულ კოსტიუმში გაფრინდა. ისეთივე როგორშიც ნიკოლას მადურო, ვენესუელის ყოფილ პრეზიდენტს დააკავეს და ამერიკაში გადახავდათ. თუ დელეგაციის შემადგენლობას დავაგვირდებით, ეს ორივე ვარიანტია. როგორც სახელმწიფო ვიზიტი, ასევე რა თქმა უნდა ვიზიტი ბიზნეს გარიგებების დასადებად. ეხლა ვაჭრობაზე, რადგან იქ კონკრეტიკა გაჩნდა. ანალიტიკოსები დარწმუნებულები არიან, რომ ორივე მხარე ცდილობს შეინარჩუნოს ძალაში სავაჭრო ზავი, რომელიც 2025 წლის ოქტომბერში დაიდო და რომლის ფარგლებშიც ტრამპმა ჩინურ საქონელზე ტარიფების მოქმედება შეაჩერა. ხო, სი ძინპინმა უარი თქვა იმ ნაბიჯებზე, რომლებიც შეიძლება იშვიათ მიწა ლითონების მსოფლიო მიწოდებას ზღუდავდეს. ასევე მოსალოდნელია 2 ახალი ფორუმის შექმნა, რომლებიც ორმხრივი ვაჭრობისა და ინვესტიციების მხარდაჭერას ემსახურება. ვაშინგტონი ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით დაინტერესებულია ჩინეთში ბოინგის თვითმფრინავების, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და ენერგორესურსების მიწოდების გაზრდით, რათა ვაჭრობის დეფიციტი შემცირდეს. დონალდ ტრამპისთვის ეს ყველაფერი კონგრესის არჩევნების წინ ნამდვილი საჩუქარი იქნებოდა და ირანთან ომის თემას დაჩრდილავდა. პეკინი თავის მხრივ ცდილობს შეარბილოს ამერიკული შეზღუდვები ჩიპებისა და თანამედროვე ნახევარგამტარების ექსპორტზე. ასევე Wall Street Journal-ის ინფორმაციით დღის წესრიგში შეიძლება შევიდეს ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების შესახებ მოლაპარაკებებიც. აშშ და ჩინეთი ცდილობენ არ დაუშვან ხელოვნური ინტელექტის სფეროში რბოლა გადაიქცეს ციფრულ შეიარაღების რბოლად. სხვათა შორის დღეს 13 მაისს აშშ-სა და ჩინეთის უმაღლესმა სავაჭრო დელეგაციებმა უკვე გამართეს მოლაპარაკებები სამხრეთ კორეაში. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს შორის დიდი ხნის ნანათრი სამიტის წინ, რომელიც შეგახსენებთ უკვე ხვალ 14 მაისს გაიმართება, დელეგაციებს ხელმძღვანელობდნენ აშშ-ის ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესონტი და ჩინეთის ვიცე-პრემიერი ხე ალი ფენი. მაგრამ აქ როგორც ამბობენ, ვაჭრობად, ხოლო ირანთან ომი დასრულებული არ არის.
და ეს ძალიან უშლის ხელს დონალდ ტრამპს. პრეზიდენტი ტრამპი იმედოვნებდა, რომ ყურადღებას გაამახვილებდა აშშ-ის ეკონომიკურ პრიორიტეტებზე სი ძინპინთან ერთად. მაგრამ ირანთან ომი და მისი წარუმატებელი მცდელობები თეირანთან მშვიდობის შეთანხმების დადებისკენ, რა თქმა უნდა, ართულებს ამერიკის პრეზიდენტის ძველ მიზნებს. სურდა ვაჭრობაზე ესაუბრა, მაგრამ ომზე მოუწევს საუბარი. და აქ ხდება ყველაფერი ყველაზე საინტერესო. ტრამპმა ვაშინგტონიდან გაფრენისას ჟურნალისტებს სიტყვით ასე უთხრა, ციტატა. არ ვფიქრობ, რომ ირანთან რაიმე დახმარება გჭირდება. ჩვენ გავიმარჯვებთ, ასე თუ ისე, მშვიდობიანი გზით. ან სხვა გზით. ანუ თქვა, რომ ჩინეთის დახმარება არ სჭირდება და მაშინვე გაფრიდა ჩინეთში, რომ ირანთან დაკავშირებით დახმარება ეთხოვა. იცით, ეს წინააღმდეგობა არ არის, არავითარ შემთხვევაში. ეს უბრალოდ პოლიტიკური პოზიციონირებაა. ვერც ახალ პეკინში და ვერ ეთქვი, რომ გთხოვთ, დაგვეხმარეთ, იქ გავიჭედეთ. რა თქმა უნდა, ტრამპი თავს გამარჯვებულად აჩვენებს და მეორე მხრივ, მოლაპარაკებებზე ყოველთვის ის აგებს, ვინც აჩვენებს, რომ რაღაც სჭირდება. ამიტომაც ტრამპი საჯაროდ ამბობს, რომ დახმარება არ გჭირდება. და აი ზოგიერთი ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ტრამპი სამწუხაროდ მოლაპარაკებებს სუსტი პოზიციიდან წაიყვანს. ვიზიტი ტრამპის პრეზიდენტობისთვის დელიკატურ მომენტში ხდება, რადგან მისი პოპულარობა აშშ-ში შემცირდა ირანთან ომისა და ამ კონფლიქტის შედეგად ინფლაციის ზრდის გამო. ანუ ტრამპი პეკინში მიემგზავრება რეკორდულად დაბალი რეიტინგით. ჩიხში შესული ომით, ნავთობის ფასით $100 მეტი ბარელზე და ამ ყველაფერში სურს გამარჯვებულად გამოიყურებოდეს. ეს რთული ამოცანაა. აქ მინდა რამდენიმე საინტერესო ციტატა მოვიყვანო. მაგალითად, დღეს CNN-ის კორესპონდენტებმა პეკინის ცხოვრებლებთან ისაუბრეს ტრამპისა და სის სამიტის წინ. და აი ერთი პროგრამისტის სახელად ლი ამბობს CNN-ის კორესპონდენტებთან შემდეგს. ციტატა. ფიქრობ, ტრამპი ახლა საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია ირანში ომის გამო. მგონია, რომ ის აქ ჩაკ ჩამოვიდა, რათა რაიმე გავლენის ბერკეტები მოიპოვოს. აი ესეც, ასე ვთქვათ, სახალხო დიპლომატია. ფაქტობრივად პეკინი ელოდება, სანამ ვაშინგტონი ერთდროულად რამდენიმე ფრონტზე გამოიფიტება. ცხადია, რომ ჩინეთს შეუძლია დაინახოს ამერიკის დაცემა პრეზიდენტ ტრამპის დროს. და სარგებლობს მომენტით, როდესაც ტრამპი თავის პირველ ვადაში 2017 წელს პეკინს სტუმრობდა. სი ძინპინმა მაშინ მას ჩინეთის ისტორიისა და კულტურის მდიდრული დემონსტრაციით უმასპინძლა. მაგრამ ამჯერად ყველა სათაური ჩინეთის პოტენციური მომავალი დომინირების თემამ დაიკავა და არა მისი წარსული დიდების. ანუ აქცენტი გაკეთებულია არა წარსულზე, არამედ მომავალზე. ჩინეთი საკუთარ თავს უკვე აღარ წარმოაჩენს როგორც ცივილიზაციას, რომელიც დასავლეთს ეწევა, არამედ როგორც ზესახელმწიფოს, რომელიც მზადაა მას გადააჭარბოს. და სი ძინპინი ეხლა სწორედ ამას გამოიყენებს, რადგანაც ხვდება, რომ ტრამპი ირანთან ომშია ჩარჩენილი. ეხლა ტაივანის საკითხი, რადგან მის გარეშე რა თქმა უნდა არაფერი გამოვა. ტაიბეი ახლა შეშფოთებულია იმით, რომ აშშ-ის პრეზიდენტი შეიძლება დათმობებზე წავიდეს კუნძულის საკითხში. დონალდ ტრამპის გეგმებმა სი ძინპინთან ტაივანისთვის იარაღის გაყიდვის საკითხის განხილვაზე შეაშფოთა აშშ-ის მოკავშირეები აზიაში, რადგან აქამდე არც ერთ ამერიკელ პრეზიდენტს ასე არ მოქცევია. გასაგებად რო ვთქვათ, ეს იგივეა როგორც დონალდ ტრამპმა განაცხადოს, რომ ვლადიმირ პუტინთან უკრაინისთვის იარაღის გაყიდვას განიხილოს. და აი თვითონ დონალდ ტრამპმა გაფრენამდე თქვა, რომ ტაივანის თემა ყოველთვის წამოიწევა და ელოდება, რომ სი ძინპინი თავად დააყენებს ამ საკითხს. ამავე დროს პენტაგონმა სწორედ ტრამპის გაფრენის მომენტში გამოაცხადა ტაივანისთვის $12.5 მილიონი სამხედრო აღჭურულობის გაყიდვის შესახებ. ცოტა თანხაა, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია. ეს ან ძალიან დახვეწილი თამაშია, ან სრული ქაოსია კოორდინაციაში თეთრ სახლსა და პენტაგონს შორის. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მაინც პირველი ვარიანტია. და ბოლოს ნავთობი. ბაზარი კვლავაც ძალიან მგზნობიარია ახლა აღმოსავლეთიდან მომავალი ნებისმიერი სიახლის მიმართ. ეს ნიშნავს, რომ მკვეთრი მერყეობები გაგრძელდება. ბრენტის ნავთობის ფასი ბარელზე $108 აღწევს. და დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრაც შეიძლება ამ ფასებზე გავლენას ახდენდეს. ეხლა ხვალინდელი გეგმების შესახებ. ხვალ ადგილობრივი დროით დილით აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პეკინში დაიწყებს ორდრიან მნიშვნელოვან მოლაპარაკებებს ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან. ხუთშაბათს დილის 8 საათზე ადგილობრივი დროით, რაც კიევში ღამის 3 საათია, ტრამპი უნდა დაესწროს აღმასრულებელი კომიტეტის ხდომას. 2 საათის შემდეგ, ანუ კიევის დროით დილის 5 საათზე, სი ძინპინი შეხვდება ტრამპს პეკინის სახალხო კრებების დიდ დარბაზში. ამის შემდეგ მალევე გაიმართება შეხვედრა, რომელიც პრესისთვის ღია იქნება, ანუ პირველი ბრიფინგი. შესაბამისად, კიევში დილის საათებში ჩვენ უკვე დაახლოებით გვეცოდინება რაღაც ახალი ამბები. ამის შემდეგ მალევე გაიმართება შეხვედრა, ანუ საღამოს. ორი ლიდერი მონაწილეობას მიიღებს სახელმწიფო ბანკეტში.
სინამდვილეში შეხვედრების მთელი ძირითადი პროგრამა კიევის დროით კიდევ დღისით დასრულდება. ასე რომ გამოიწერეთ ეს YouTube არხი, რომ არაფერი გამოგჩეთ. მე ყველა მოვლენას მივადევნებ თვალს და რა თქმა უნდა გავაშუქებ მათ ამ YouTube არხზე. აქ დროებით მრავალ წერტილს დავსვამ, თქვენი აზრი და დასკვნები დაწერით კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააჭირეთ ზარის ღილაკს და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, შეგიძლიათ ფინანსურად დაეხმაროთ ნებისმიერი დონატით ან ფასიანი სპონსორული გამოწერით. მულებით და რეკვიზიტებით, რომლებიც მითითებულია ამ ვიდეოს აღწერაში ან თქვენს ეკრანებზე მოცემული QR კოდით. მადლობელი ვიქნები ნებისმიერი თქვენი მხარდაჭერისთვის. ამით დასრულდა, იზრუნეთ საკუთარ თავზე, ყველას მშვიდობით.